მოგესალმებით ქალბატონებო ბატონებო. გუშინ ერთ-ერთმა ჩემმა მომწერა დაახლოებით 10 თემა, რაზეც უნდოდა რომ ჩემი ლაპარაკი მოესმინა და მე ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ როგორც იცით, მე მინდა ხოლმე რომ ისეთ თემებზე ვიყო, რაც თქვენ გაინტერესებთ და მაინც ახლა ნაგავი ხوار გამომიჩი და გადრში არა. ჩემი ნაგავი მაქვს ძალიან ისე მიმოფანტული რომ არ ჩანს რა. ხო, დღეს მინდა ვილაპარაკო, მინდა რა. დღეს გადამიწყვეტეს რომ უნდა ვილაპარაკო, დიდი მადლობა იმ ადამიანს, რა თქმა უნდა. და თქვენს თუ მომწერთ ხოლმე, თქვენს თემებსაც აუცილებლად გამიხელო. 10 თემა მომწერა და ერთ-ერთი თემა იყო, რატომ არ უნდა შევადაროთ საკუთარი თავის სხვას. რაც ძალიან კარგი იდეა არის, იდეაში. ზოგადად ბავშვობაშივე, ხო, პატარა ბავშვებს რატომღაც მშობლები და ვიღაცები ადარებენ ხოლმე სხვებს, ნახე ის როგორი კარგია. და შენ ამ დროს თუ საკმარისად ფეხებზე მკიდია ადამიანი არ იქნები და თუ არ ბავშვობიდანვე თუ არ გეიქნება გააზრებული ის რომ სხვა ადამიანი როგორია, მაგრამ არ უნდა გაინტერესებდეს და შენ თავზე უნდა იყო კონცენტრირებული. მაგ შემთხვევაში შეიძლება რაღაცა შუღლიც კი ჩამოგიყალიბდეს ვიღაც ადამიანების მიმართ. აი მე მაგალითად არასდროს არავის მიმართ შუღლი არ მქონდა, იმიტომ რომ ყველაზე მეკიდა. მაგრად მეკიდა ყოველთვის ვის შემადარებდა, იმიტომ რომ მე ვიცოდი რომ მე ყოველთვის ვიღაცებზე ან უკეთესი ვიყავი, ან რაღაც ისე ჩემში ჯობნიდნენ, ან მე ვჯობნიდი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ეგ არის ძალიან ცუდი სტილი ბავშვებთან საკომუნიკაციო. ჩემი აზრით, როცა ვიღაც ადარებთ, შეიძლება ისე გაგიბოროტდეთ ბავშვი, რომ ვერც გაიგოთ. ასე რომ ჯობია თუ არავის არ შეადარებთ და ეტყვით რომ აი ყოჩახ შენ ხარ კარგი. სხვების არ ვიცი, არც მაინტერესებს, მაგრამ შენ ხარ კარგი. ხო, ეს ერთი დასწყისისთვის ეს იყოს რა. შემდეგ გადავიდეთ უკვე საკუთარი თავი რატომ უნდა შეადაროს სხვას. მე მაგალითად მართლა გეუბნებით რა მე ბევრ ადამიანს მეუბნებოდნენ, ნახე ის როგორი კარგად სწავლობს. მეთქი არ მაინტერესებს ის როგორ სწავლობს, მე ხო ვიცი რომ ეხა არ არის საჭირო მეტი რაც ვისწავლე, ეგეც საკმარისია და მაინდა ბავშვიდან რაღაცნაირად ეგეთი ადამიანი ვიყავი რა. რაც იყო საკმარისი, იმას ვაკეთებდი ხოლმე. არასდროს ზედმეტზე არ ვიჭაჭებოდი და არც მინდოდა ხოლმე გაჭაჭვა კიდე. ხო და აქედან გამომდინარე, ეხა მე ეგეთი ვიყავი, ვიღაცები იყვნენ, ვისაც მე ვძულდი, იმიტომ რომ სხვები ჩემ თავს ადარებდნენ, ნუ ის ნახე როგორ ჭკვიანია. და ეგეთი სიტუაციაც კი იყო, რომ მე ვიზეც მეუბნებოდა დედაჩემი, რომ ნახე როგორ კარგად სწავლობსო, იმას დედამისი ეუბნებოდა ჩემზე, რომ ნახე როგორ კარგად სწავლობს. ამიტომ ეგ პირველ რიგში ეგრევე ეგ ამოძირკოთ ბავშვობიდანვე რა, იმიტომ რომ უკეთესი არის ადამიანის განვითარებისთვის და ფსიქოლოგიურად არაჯანსა ყვალს დატოვებს ჩემი პირადი მოსაზრებით გრძელ ვადაში აუცილებლად რა. ახლა თქვენ თვითონ რატომ არ უნდა შეედაროთ სხვა ადამიანს? ან თუ უნდა შეედაროთ რა. ზოგადად ვიღაცას რო ედრები, ხო, ეს თუ კარგი ადამიანია რა თქმა უნდა, ეს ნეგატიურად ვერ აისახება შენზე. მაგრამ არსებობს რაღაცა მინუსები რა, როცა ვიღაც ზედრები რაღაც კონკრეტულ სფეროში. აი და უშუალოდ შენ ხარ ბუღალტერი და ვიღაც სხვა ბუღალტერს, რომელიც შენზე ბუღალტერი არა, ფეხბურთელი, ვიღაც სხვა ფეხბურთელს, რომელიც შენზე კარგია, აღიქვა ობიექტურად ხედავ, იმას ცდილობ, რომ შეადარო საკუთარი თავი, რომ მე რაღაცა მიზანი გქონდეს, რომ იმას აჯობო. ხო და ესე რომ ჩალიჩობ, წვალობ, ცდილობ რაღაც ეტაპზე. შენ აუცილებლად ან გაასწრებ, ან ვერ გაასწრებ და სხვა ვერსია არ არის. ან გაუტოლდები, ხო, აი სამი ვერსია არის, ხო და ეს სამი ვერსია რო გამიხილოთ, თუ გაასწარი და აჯობე. მერე მაშინ გიწევს სხვა ვიღაც მოძებნო. სხვა ვიღაც მოძებნო, ვისაც უნდა შეედარო. ანუ შენი мотиваცია უკვე შენი თავი კი აღარ არის. შენი мотиваცია არის სხვა ადამიანი. აქედან გამომდინარე უკვე პრობლემაში ხარ. იმიტომ რომ შენ თუ არ გეყოლება ვიღაცა შენზე უკეთესი, მაშინ ვეღარ გავითარდები. ნუ ეს ზოგადად ეგრე არის თუ მაინც და მაინც საქმეზე მიდგა, მაგრამ შენ ხო ვერ ხედავ ეხლა მაგალითად ინდოეთის იმაში, ჯუნგლებში ვინ როგორი ფეხბურთელია რა. ანუ რასაც ხედავ იქიდან გამომდინარე, ეხლა ფეხბურთი კიდე ცოტა ისეთ სფერო არის რა. აი იურისპრუდენცია ან ბუღალტერია მართლა ცოტა უფრო სხვანაირი არის რა და საქართველოში რო იყო პირველი უკვე всё მოკვდები რა და საქართველოში პირველობა რაღაც კონკრეტულ სფეროში არ არის მარტივი კი არ და რთული საქმე. სულ 3 მილიონი ადამიანია. 3 მილიონი ადამიანიდან შენ პროფესიას მიყვებოდეს 100,000. ამ 100,000-ში შენ ასაკში უნდა ჯდებოდეს ვიღაცები, ხო?
აქედან გამომდინარე გამოცდილებაზე რაღაც ეტაპზე შენ ვიღაც ხვებზე მეტი გამოცდილება გაქვს ყველა ვარიანტში და ძალიან პატარავდება და პატარავდება ვიღაცები შეეშვნენ მაგ სამსახურს ვიღაცები იმაშვებიან და საბოლოო ჯამში ძალიან ვიწროვდება და საბოლოო ჯამში შეიძლება მოგიწევს ისე რომ დაახლოებით 5 კაცთან გქონდეს ჭიდაობა საუკეთესოს პოზიციაზე ხო ხვდებით რას გულისხმობ ხო და ეგ უკვე ცუდია მე თუ მკითხავთ მაგრამ კაი ეს თუ გაასწარი მაგ შემთხვევაში თუ გაასწარი რაღაცები ისე შეიძლება გავითარდეს რომ 80% ჩემი პირადი მომსწრებით რომ უკან წამოხვალ უკან დაიხევ ყველანაირად ფსიქოლოგიურად მენტალურადაც ცხოვრების ხალისიც აღარ გექნება ჩემი აზრით კარგი ეს იყო დაუშვათ გაუტოლდი თუ გაუტოლდი ეგ შეიძლება მოტივაციას გიმატებდეს ან მანდ მარტო ორი ვარიანტია რა ან მოტივაცია ძალიან გეზრდება რომ აი აქამდე მოვედი და აწი უფრო მეც ვიზამ მაგრამ რო გაასწრებ მე ისევ იქ ბრუნდებით სადაც წეღა მიყავი რო გაასწრებ მაგ შემთხვევაში რა მოხდება და თუ გაუტოლდი შეიძლება თქვა რომ აი მიზანი შევასრულე და მაგის გამო გაჩერდე და როგორც კი გაჩერდები ეგრევე წამოხვალ დაბლა ეს მეორე ნაწილი სადაც რო არ edrები ადამიანს რო edrები ადამიანს მაგ შემთხვევაში ცხოვრება როგორ შეიძლება გავითარდეს ორი ვერსია გამიხილეთ თუ გაუტოლდი და თუ გაასწარი თუ ვერ დაეწიე საერთოდ მაგ შემთხვევაში შენს ყოველდღიურობაზე აუცილებლად აისახება შეიძლება შენ შრომით იმდენი აკეთო რომ მაინც გაუტოლდე რაღაც ეტაპზე და გადაასწრო მაგრამ ემოციურად იქნები განადგურებული იმიტომ რომ შენ რაღაც ტვინში რაც დასახე და რა იმედებით ჩამოგიყალიბდა მაგაზე ყოველდღიურად მოგიწევს ფიქრი როდესაც შენ ფიქრობ რომ ვიღაცას უნდა დაეწიო ან გაასწრო მაგაზე ყოველდღიურად ფიქრობ და ყოველდღიურად ცდილობ რომ რაღაცა ისეთი გააკეთო და უშუალოდ 6 თვე დაუწესე საკუთარ თავს ამ 6 თვეში ვერაფერი ვერც გაუტოლდი ვერც გაასწარი ვერაფერი ის ცალკე თავისთვის გარბის და შენ დარჩი ეგრე აქ შემთხვევაში შენ რამდენიც უნდა ისრომო ენერგია აღარ გაქვს იმიტომ რომ ყოველდღიურად სულ იმაზე ფიქრობ რომ ვიღაცას ვერ გაუტოლდი აქედან გამომდინარე ჯობია რომ არასდროს არავის არ შეედაროთ იმიტომ რომ ყოველთვის ნახე როგორც გითხარით რა ვერსიებიც ჩამოთვალე ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე მე ხო გეუბნებით რომ ჩემ ვერსიებს ესე ვხატავ თავში ესე განვიხილავ სხვადასხვა ვარიანტებს ამ ვარიანტებს რო განვიხილავ ყველა შესაძლო ვარიანტი დაახლოებით რა როგორ დასრულდება დაახლოებით ხვდები რა თქმა უნდა მე რაც ჩამოთვალე ეს სამი ეს არ არის სულ ყველა ადამიანზე შეიძლება აქ 1000-დან 10 ადამიანმა სხვანაირი შედეგი დადოს მაგრამ დანარჩენი 990 ხო ყლებობა არის ხო ცუდი არის დანარჩენი 990 საკენან გამომდინარე როცა არავის არ edrები არც ეგეთი მიზანი არ უნდა გქონდეს მიზანი უნდა დაისახოს შენთვის შენ თავს უნდა დაუსახო მიზანი არა სხვასთან ანუ სხვა არ უნდა გარიო როგორც შენს ოცნებებში აი ოცნება ხო გაქვთ ადამიანებს შენ გაქვს რაღაცა ოცნება ამ ოცნებაში სხვა ადამიანი არ უნდა გარიო შენი მომავლის ხედვა შენ მომავალს რო უყურებ სხვა ადამიანი არ უნდა გარიო ყოველთვის უნდა იყო მხოლოდ შენზე დამოკიდებული რა ანუ დაუშვათ შეყარებული ყავს რა და დაიწყე ფიქრი რომ აი ცოლად რომ მოვიყვან მე რას გავაკეთებთ კაია იქ მაგრამ შენ თუ მარტო მაგას განიხილავ რომ აუცილებლად ანუ ვაიდა არ ანუ ცოლად მოკავს და ცოლად არ მოკავს ორი სხვადასხვა ტაიმლაინი არის რა დროის სხვადასხვა ხაზი არის აი ცოლად რომ მოკავს ვაიდა ეგ არ მოხდა აი ღმერთმა ყველა დაიფაროს მაგრამ ვაიდა გარდაიცვალა ეს ადამიანი შენ აქ უნდა გქონდეს კიდე გასაგრძელებელი რაღაც აქედან გამომდინარე ყოველთვის როცა თქვენს ოცნებებზე მიზნებზე სურვილებზე და ეგეთ რაღაცებზე იქნებით კონცენტრირებული ხო იყავით მხოლოდ თქვენი თავი გარიეთ ვიღაც ადამიანები შემოუშვით ოღონდ შემოუშვით მაქსიმალურად ისე რომ არაფერი არ აგერიოთ ჩემი აზრი ესეთი არის მე გირჩევთ რომ სხვა ადამიანებს არასდროს არ შეადაროთ საკუთარი თავი ყოველთვის იყავით ინდივიდუალები რომლებსაც მაგრა ეზიზღება ცხებზე შედარება ან უკეთესი ვაბშე არ აინტერესებთ ვინ ვის შეადარებს აი თქვენ რო ხართ და ვიღაც ტიპი რო შენ რო ხარ და ვიღაც ტიპი იქ რო ზის და შენ ვიღაც სხვა ადამიანი არსებობს კიდე შენივე საქმეში ან შენივე ვიზუალით და ეს იმაზე კაი ტიპია თქვენ აქ კომპლიმენტი არ უნდა მიიღოთ არასდროს. ლეზე უნდა დაიკიდოთ, იმიტომ რომ თქვენ არ გინდათ რომ ვინმეზე კაი ტიპი იყოთ. თქვენ არ უნდა გინდოდეთ ყოველ შემთხვევაში. მე არ მინდა რომ ვინმეზე კაი ტიპი იყო. მე კაი ტიპი ვარ, ცალკეულად კაი ტიპი ვარ. ყველასთან კაი ტიპი ვარ.
რას ქვია, მე იმასთან შედარებით კაი ტიპი ვარ, ანუ თან იცი რა არის, როდესაც ვიღაცას რაღაცაში ეძრები და გინდა არ გინდა, მე მიბაძვაში გადაგდის. და მიბაძვაში რომ გადაგდის, შეიძლება იმ კონკრეტულ საქმეში შენ იმ ადამიანს გადაასრო, მაგრამ იმ ადამიანს კონდეს რაღაცა ნეგატიური თვისებები, რომლებიც შენ დაინახო, მაგრამ არ შეიმჩნეო იმის გამო, რომ შენ სხვა რაღაცაში გინდა რომ აჯობო. და სხვა რაღაცაში რომ გინდა რომ აჯობო, შენო ხედავ ამ ნეგატიურ რაღაცებს. შეიძლება შენშიც ავტომატურად გაჩნდეს ეგ ნეგატიური თვისებები, იმის გამო რომ ტვინმა იფიქროს, რომ იმ ადამიანმა თუ ამ ნეგატიური თვისებებით ამას მიაღწია, შეიძლება ეს ნეგატიური თვისებები ეხმარება. და შენი ქვეცნობიერი ავტომატურად შეიძლება გეხმარებოდეს იმაში, რომ რაღაცა ნეგატიური რაღაცები დაიტოვოს სხეულში. ხო და აქედან გამომდინარე, თქვენი ტვინი ცოტა უნდა გაანიავოთ. რომ გაანიავებთ, იმდენად უნდა გაანიავოთ, რომ მორჩეს იქ ზედმეტი ლაპარაკი. არავინ არასდროს არ უნდა შეადაროთ არავის. არც საკუთარი თავი, არც სხვა, არც ის, არც ეს. მე არასდროს არ მიმაჩნდა ვიღაცა, რომ ზოგადად ცხოვრება არის შეჯიბრი. ზოგადად ეგრე არა, კომპეტიშენაა იმენა რა. და ვიღაცებს გინდა არ გინდა ეჯიბრები რაღაცაში. მაგრამ ეს რო გინდა არ გინდა მაგაზე რო არის დამოკიდებული, შენ იგი წყლებზე კიდია, შენ იმას არ უნდა ეჯიბრებოდ. ყოველთვის უკან დაგხევს ვიღაცასთან შეჯიბრება თუ კრისტიანო რონალდო არ ახარ და მესი არ ყავს კონკურენტად. აი, ერთი ეგ არის გამონაკლისი უდიდესი. ეგეთი დიდი გამონაკლისი, არ ვიცი, მეორე არ არის ჰიტლერი და სტალინი თქვა და ორივე მკვდარი არის რა აზრია. ხო და აქედან გამომდინარე არასდროს არავის არ შეედაროთ, არასდროს არავის არ მიბაძოთ რაღაცებში. თუ ვინმეს რაღაცაში მიბაძავთ, კარგად გაფილტრეთ რა კონკრეტულში გინდათ რომ მიბაძოთ, იმიტომ რომ ბევრი ყლეობა შეიძლება გადმოყვეთ მაგ მიბაძვის დროს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმედია ის ადამიანი, ვინც ეს მესიჯი გამომიგზავნა, კმაყოფილი იქნება ამ ჩემი ნასაუბრებით. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველას, არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ და ჟირინოვსკის დედას შევეცით.